გაუმარჯოს ყველას. ესე იგი, გუშინ რაღაც ერთ თემა მოვიფიქრე, რომელზეც თქვი რომ ხვალ ვილაპარაკებ მეთქი ჩემ ვიდეო ბლოგში, მაგრამ მე საღამოს ერთ რაღაცები მოხდა ოვალურ კაბინეტში, რომ შოქში ვარ მართალი გითხრათ, ჯერ ვერც კი მოვსულ ვარ აზრზე, რა მოსაზრება მქონდეს ამასთან დაკავშირებით, რაღაცები ქაოტურად დავწერე Facebook-ზე, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეს ასე ვთქვათ, დიდი სურათი არ მაქვს ჩამოყალიბებული და რო ჩამოყალიბებ ალბათ 1-2 დღე მჭირდება, მე გაგიზიარებ ჩემ მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით. მანამდე მინდა ერთ რაღაცაზე ვილაპარაკო. არა იმ თემაზე, რომელიც გუშინ მოვიფიქრე, იმ თემაზე მე სხვა დროს როგორ მევიტყვი. არამედ იმაზე, რაც დღეს გვესმის რა, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან, ისევ აი ეს ნარატივი, რომ აი ომის პარტია, რომ ეს ომის პარტია თითქოს დასავლეთშია, deep state რაღაცა გლობალური ომის პარტია და აქეთ კიდე მშვიდობის მხარეა, რომელიც მშვიდობისთვის იბრძვის. თან ესე პირდაპირ არ ამბობენ, რომ რუსეთი არის მშვიდობის პარტია, მაგრამ ეს იგულისხმება. როდესაც შენ ამბობ, რომ ომის პარტია დასავლეთშია, ბუნებრივია ეს თავისთავად იგულისხმება, რომ რუსეთი არის მშვიდობის პარტია, ხო? გებელსის გამონათქვამი არის, ამბობენ გებელს მიაწერენ, რომ თუ საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში იმეორებ ერთ რაღაცა ტყუილს, ის ტყუილი მერე სიმართლედ იქცევაო ბევრი ადამიანის გონებაში და მე მგონი ეს რაღაცასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეს რომ დასავლეთში არის ომის პარტია და გლობალური ომის პარტია, ეს არის აბსურდი. ელემენტარულად, იმიტომ რომ ომი არის ერთადერთი იარაღი, რომელიც პუტინს გააჩნია სხვა ქვეყნებზე ზემოქმედების. სხვა იარაღი მას არ აქვს. ანუ რა იარაღები არსებობს, რომ შენ როგორც ქვეყანა მზე სახელმწიფომ სხვა ქვეყნებზე ზემოქმედება მოახდინო. არსებობს ეკონომიკური იარაღი, არსებობს კულტურული იარაღი, არსებობს სპორტული იარაღი, ხო? ასე შემდეგ ეს ასე ვთქვათ რბილი ძალა, რომლითაც შენ ზემოქმედებ სხვა ქვეყნებზე და რომელთა საშუალებითაც შენ ერთგვარი მაგნიტის როლს ასრულებ და იზიდავ სხვა სახელმწიფოებს, უფრო პატარა სახელმწიფოებს შენსკენ, ხო? აი ეს ყველაფერი რუსეთს არ აქვს. ეკონომიკური იარაღი რუსეთს არ აქვს, ხო? კულტურული იარაღიც არ აქვს, სპორტული იარაღიც არ აქვს. ხო, ფეხბურთელი ხარ და ევროპისკენ მიგიწევს გული, ხო? იქ უნდა ითამაშო, ეგ არის შენი, ხო? მუსიკოსი ხარ და ევროპელი და ამერიკელი მუსიკოსები არიან და სხვა დასავლელი მუსიკოსები არიან შენი, ასე ვთქვათ, მისაბაძი მაგალითები, ხო? სხვა ეკონომიკური ასევე დასავლეთი არის, ხო? ეს განვითარება, კეთილდღეობა, უფრო მეტი შემოსავალი და ასე შემდეგ, ესეც ამერიკა და ევროპაა. რუსეთს ეს ყველაფერი არ აქვს. ერთადერთი იარაღი, რომელიც რუსეთს აქვს, ეს არის ომი. ის და აი ამ ერთადერთ იარაღს, რომელიც აქვს, ეს მასობრივი განადგურების იარაღს, იყენებს სხვა ქვეყნებზე ზემოქმედებისთვის. შესაბამისად, ერთადერთი ომის პარტია აქედან გამომდინარე, ხო? ლოგიკურად რომ იმჟოლთ არის რუსეთი, იმიტომ რომ მას სხვა იარაღი არ გააჩნია, ერთადერთი იარაღი აქვს ხელში ომი, რომლითაც უნდა რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე. დაიწყოს ომი, ან თქვას რომ თუ მე რასაც ვამბობ იმას არ შემესრულებთ, ომს დავიწყებ. აი ეს არის და ეს რისი თქმაც დღეს მინდოდა და გუშინ რისი თქმაც მინდოდა, იმას ალბათ რაღაცნაირად გარემოება მოიტანს და იმაზეც ვისაუბრებ აუცილებლად. დღეს სულ ეს იყო დროებით.